როცა ჩემი სიარულის ვიდეოებს ვდებ, კომენტარებში ძალიან ხშირად არის კომპლიმენტები, რომ ვაიმე დედა რა ლამაზი ხარ და აღფრთოვანების რაღაცა მესიჯები. რომლებიც, თემასთან არ არის მხოლოდ კავშირში. თან ისედაც რა ვიცი, რამდენად მამაზი ვიქნები ამ ტოტებში და რაღაცა ფოთლებში და ხან ტალაქში ჩავაბიჯებ და ხან სად ვარ და ხან სად. ხან რა წყალში ჭუმპალაობ და რომელ ორმოებში და გუბეებში, მაგრამ მეორე მხრივ რატო იწევს ჩემი გარეგნობა, რომელიც მე ვთვლი, არ მაქვს არანაირად დაბალი შეფასება, ვთვლი, რომ ადეკვატური აღქმა მაქვს ჩემი თავის. ვარ საკმაოდ საშუალოდ სტატისტიკური, მეტნაკლებად მოვლილი ქალი, ძალიანაც არ ვარ გადაკუჭკუჭებული გარეგნობაზე. რა ვიცი, აგერ ამასთანავე ხანდაზმულთა სახლში ერთმა მითხრა, კარგი ფეხები გაქვსო და მაგის მჯერა, მაგრამ ესე რომ ვაიმე დედა ცილან მოწყვეტილი ვარსკვლავი ვარ და რაღაცა სილამაზის კონკურსებისთვის გაჩენილი თუ როგორც არის დაბადებული, ნამდვილად არ მაქვს ეგ აღქმა ჩემი თავის და არც ვარ ესეთი და დარწმუნებული ვარ, რომ მხედველი რო ყოფილიყავი ამ გარეგნობის ამდენ ასეთ ხაზგასმულ აღფრთოვანებას არ მივიღებდი. ეს უბრალოდ არის იმის გამო, რომ რაღაცნაირად შიშიმო პირის და უსინათლოს მიმართ სხვანაირი მოლოდინი აქვთ. აქვთ მოლოდინი, რომ უნდა იყო ხელგამოწვდილი, ალბათ მოუწესრიგებელი, მოუვლელი და აქედან გამომდინარეობს ეს გაკვირვება. იგივენაირად, როგორც სულ პატარა რაღაც აუნაზღაურება და ან თუნდაც სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას რო დაიწყებ და რო იტყვი, ისეთი აღფრთოვანებით გილოცავენ და იმ ხელა წარმატებად მიაჩიეთ, გეგონება რაღაც სასწავლო თანამდებობაზე დაინიშნე. ეს არის უბრალოდ ჩვენ მიმართ, შიშიმო პირების, შიშიმო ქალების მიმართ დაბალი მოლოდინების გამო კომპლიმენტები და აი ამ რაღაცა იმ მოულოდნელობით გამოწეული შოკი, რომ ამ სტანდარტში ყოველთვის არ ვჯდებით.